დიახ, ჯონ უდიც მეუბნებოდა, მერაბ, ისევ იზამ, როგორც ყოველთვისო. ძალიან სჯეროდა ჩემი, მე კი ვკითხე. მისმინე, ჩვენ ერთხელ უკვე მოუგეთ პიოტრიანს, ის ახლა გეგმას შეცვლის. რაღაცეებს გადააკეთებ და შენას ფიქრობ მეთქი. იცი რა მითხრა? არა მგონია შენ წინააღმდეგ რამის გაკეთება შეძლოს, შენ ძალიან მოუმატეო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მითხრა, მე მაინც არ მოუდუნებულ ვარ, მაგრამ ის იყო მშვიდად და ეგ იყო შეცდომა. პიოტრიანი უმაღლესი დონის მეტოქია. იცი ჯონი რატომ იყო ასე მშვიდად? იმიტომ რომ პიოტრიანთან პირველი ჩხუბისას ყველაფერი ჩემი გეგმით წავიდა. ზუსტად ისე მოუგე, როგორც უნდა მომეგო. მახსოვს გასახდელში ჩემ გუნდს, რეილონგოს, მეტსერას, ალჯოს და ჯონს უთხარი. ამ ბრძოლაში ან მოკვდები, ან მოკლავ მეთქი. პირველი ჩხუბი ჩემთვის ძალიან პერსონალური იყო. ვიცოდი, როგორც ძლიერად მინდოდა გამარჯვება და მენტალურად თუ ფიზიკურად რამდენად მზად ვიყავი. მოტეხილი ხელითაც კი ვიჩხუბე. ხო და ამიტომ იყვნენ ჯონი და სხვები ასე მშვიდად და მენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემსაც მაინც გავიტანდი. ჯეროდათ რომ მაინც ვაჯობებდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რეალობა მაჩვენა, რომ არსებობს სტილები და ბევრი სხვა წვრილმანი, რამაც შეიძლება ბრძოლის ბედი გადაწყვიტოს.